Hidro. Ატიაშკებით მიდის. როგორ დადგავარ. მიდი და გაიქცა ის უკვე გაიქცა ის. ეს მეორე სტოლი გავპუტე იმინაჩ. პირველი ვერც ვისროლე წესიერად რა. ვერ დაუმიზნე რა. რა, წვალა ბიჭო ღალღასავედი იმინაჩ. Rogi, oidan. Sqerია ალბათ. Давай. Ეციო. ეცი. აუ ეგ რომ ნამაფრინდა. ეცი. მოჭა. მოჭა. არა, პადრანკა არ ამგონი, ხო? Qocha. რა გაიმწყერია. ლადეც როგი. ნოემბრის მწყერი. ლადეც როგი. ჩამოვიდე ზარი. მწყერუნკები. აუ მე კიდე რა კარგად მაჯდა. მიდი. რაღაც თითქოს ახლოს ყავს რაღაც. მიდი. ახ. სუნი აკა კვალია. მიდი და ვაფრინდება რამე და უნდა წავიდეთ უკვე იღზე სანადიროდ. ვერ მოასწარი რანა. ბიჭო რანაირად მოატყუა რა ფერ წავიდა. ბაბში არ ველოდი და ვერ დაუმიზნე კარგად. დავამთავრეთ სყერზე ნადირობა, ეხლა უკვე იოზე გადავერთეთ. დღეს საკმაოდ თბილა, დღე იყო იმინა. რა ვიცი, სიცხე, ასე ვთქვათ, ნოემბრისთვის 20 გრადუსი. მაგრამ იმედი მაგრო დღეს იყოს მაინც მოვინადირეთ. ბიჭებმა თქვეს რომ იხვი ისე თუ ასე ტრიალებსო, დარჩენილი რაც არის იხვი. ზოგი ადგილობრივია, ზოგი არის შემოსული შემოდგომის პერიოდში რომ გადადის ნაადრევად, გადაფრენა აქ. ძირითადად აქ უფრო მოდის ხარაზული იხვი რა. ამგონია დღეს რომ წვრილი იხვი იყოს და ნახოთ. არ წამომიღია დღეს ფიტულები, ხოლოდ სასული საკვირები. იმიტომ ძალიან დაწეულია წყალი ყველა არხებში და ტბებზე. ჯერ კიდე ბალახი არ დაწვა. ვფიქრობ აზრი არ აქვს. თან თუ არც არ არის. ჯერ თუ არის გვიანა მოდის. გვიანობანი არც გავჩერდები. ვფიქრობ რომ 10-ის მერე უფრო გამოვon თუ არა და 10-მდე უკვე დამთავრებული მექნება მე ნადირობა. იარაღი ისე Francia Infinity One 70-იანი ლულით. დღეს მე ვინადირებ 5 ნომრებით max. ასევე რამოდენიმე ცალი დარჩენილი 7 ნომერი. დანარჩენი ყველა 5 ნომერი იქნება რა კონტეინერში. და დავაყენე 3 ჭრილიანი ჩოკი. თავისი ქარხნული 3 ჭრილიანი ჩოკი, რომელიც 0.53 მმ-ია ლულასთან მიმართებაში. ხო, კოღები არის, კი ბატონ. აბა როგორ გინდა ახლა? ასეთ სიტყვაში. რამენერად გაუძლებთ. წარმოიდგინეთ არის 9 ნოემბერი დღეს, აი 9 ნოემბერია და რა თბილი ამინდებია. ნუ როგორც კი მზე ჩადის მე გრილდება ეგრევე რა.
ტვენია იხვის საყვირი არ ვიცი რამდენად გამოგვადგება მაგრამ ეფექტურად მუშაობს ხოლმე საშუალო და წვრილი იღზე ჭეკა ხოხილი აი პირველი გასროლას გაისმა მეორე მესამე მეოთხე ჩამოს ორი ჩამოარდა ხო? ერთი მემოხსენი ვიჯო კიდე ცოცხალია ბიჯო ხო რა იტარი აგერ დავტოვე ერთი ეგრევე კი მომიტანე აქეთ მაშინ როგი თორე კიდე მოდის აგერ იქეთ რა სესრი ბიჭო პასატკაზე მოდიოდა აუ დაიბნა ბიჭო ძაღლი მომიტანე არ ესროლო შორს თორე ვაქსი დავკარგავთ იხოს მომიტანე როკი მომიტანე ადრანგა ხორაბი მომიტანე როკი მომიტანე მამალია ხარაზუნიმა არ ესროლ კრუგზე მოვლენ აცალე ის მოგალი
დავაჯინო. ჩამოაგდე მე კიდე ერთი. ბლინ. გავგიჟდები ეხლა. ჩემი დაჭრილია ბიჭო. მიდი ნახე იქნებ ნახოს. დავай ნახე. ნახა ხედავ როკინ. რო იქ ვარდებოდა. ბიჭო დავაჯინო ტაცი და ვესროლო დამჯდართ. ეს არ იყო ხარაზული მგონი. ხო, წავიდა მოსაფო. მაგას იპოვის მე ჩამოაგდე ისე რომ კაი ჩუმად. დავაჯინოთ მაგ. მოკლედ დავასრულეთ ჩვენი ნადირობა ესეთი მშვენიერი შედეგით. მოვინადირე 5 ცალი იხვი. აქედან არის 4 ხარაზული და 1 რუხი იხვი. ანუ 3 მამალი გამოვიდა. ესე მშვენიერი მამლებია. 1 დედალი ხარაზული და 1 რუხი იხვია. ეს დედალია, რუხი იხვი შედარებით პატარაა. ჩვენი ვოლკი, ჩვენი მიგელი, როკი და მეგობარმაც მოინადირა 3 ცალი ხარაზული. უბრალოდ 4 მოინადირა, 1 სამსუთრეში იყო. სამწუხაროდ ახლოდან მოხდა. კიქსის ჩოკიდა. აი ესეთი მშვენიერი შედეგია. ჯამში ავიყვანეთ 8 ცალი იხვი და 2 დავკარგეთ, მაგრამ რა სიზამე ხლა. როკი მას ეცადა, მაგრამ ძალიან შორს ჩავარდა. 7 ნომერი მაინც ვერ მოერია შორ მანძილზე. რასთავარია მაგარი შედეგი იყო, ეგეთ შედეგს ნაღდათ არ ველოდებოდით რა. ყველგან სროლები ისროლა სხვადასხვა. შეიძლება იხვი შემოსულია. მე ვფიქრობ, რომ ცოტა ყველა ისროლა რა, ყველა. კი. ვფიქრობ, რომ ის იხვი არის შემოსული, ეს არ არის არც ერთი ადგილობრივი რა, იმიტომ რომ იხვი კონტაქტობდა და წრეებს არ ტყავდა, ისე შემოდიოდა რა. დასაჯდომად. ასე რომ ვთქვა. მოკლედ ასევე თქვენს გისურვებთ წარმატებულ ნადირობებს. იუზე, კათამზე. ვიცი. ყველაფერი წინ არის. ჯერ ნოემბერი არ დასრულებულა. და მე მთელი ზამთარი გამოიწერეთ ჩემი არხი. მოიწონეთ ჩემი ვიდეო და მომავალ შეხვედრამდე. ამან დროებით.